ბოლო მონაცემებით ყირგიზეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების დროს 50 ადამიანი დაიღუპა და 152 დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ქალებიც. ყირგიზეთის ოპოზიციის მხარდამჭერები ქვეყნის პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეებმა შენობის პირველი სართული უკვე დაიკავეს. მათ შორისაა ოპოზიციის ლიდერი და პარლამენტის ექს-სპიკერი ომურბეკ ტეგებაევი, რომელიც ხელისუფლებამ გუშინ დააკავა და დღეს გაათავისუფლა. ყირგიზეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს შენობები დაარბიეს. ისინი მედიას ქვეყანაში შექმნილი არეულობების ესკალაციაში სდებენ ბრალს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას პრეზიდენტ ბაკიევის ადმინისტრაციის წინ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ქვეყანაში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო ყველა დაზარალებულისთვის დახმარების გაწევა ვერ ხერხდება. პოლიციამ აქციის მონაწილეები 9-მსადენი გაზეთა და ჭურვებით მაშინ დაშალა, როდესაც დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ბაკიევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დემონსტრანტებმა ქუჩებში გამოსვლა პირველად ყირგიზეთის პროვინციულ ქალაქ ტალაშში დაიწყეს, შემდეგ გადაინაცვლეს უკვე დედაქალაქ ბიშკეკში და სხვა ქალაქებშიც. ყირგიზეთის მოსახლეობა საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებს და პრეზიდენტ კურამანბეკ ბაკიევის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდა სამშაბათს ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრებას მოყვა, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამ დროისთვის შეჩერებულია ყირგიზეთის სახელმწიფო მედიას საშუალებების მუშაობა.